განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან ჩვენს წინა შეხვედრაზე განვიხილავდით მეორე-მესამე საუკუნეების რომის პაპთა სამწერლობო მოღვაწეობას, ანუ ვეხებოდით იმ რომის პაპებს, რომლებსაც რაღაცნაირად მაინც შეხება ჰქონდათ პატრისტიკასთან, ზოგის ნაშრომი ჩვენამდე მოღწეული გახლავთ, ზოგის არ მოღწეულა, თუმცა ისინი, რომლებიც ჩვენ საკუთრივ წინა შეხვედრაზე განვიხილეთ, ის რომის პაპები, მათგან შრომებს სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევიათ. კვლავ შეგახსენებთ, რომ ესენი იყვნენ პაპი სოტერიუსი 166-174 წლები, პაპი ელევთერიუსი 177-178 წლები, პაპი ვიქტორ პირველი 189-198 წლები, პაპი ზეფირინუსი ამავე მეორე საუკუნის მიწურულის მოღვაწე და პაპი კალისტე, რომელიც პაპობდა 217-222 წლებში. განვაგრძობთ ამ ქრონოლოგიურ მიმოხილვას მხოლოდ იმ პაპებისას კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომლებსაც ასე თუ ისე კავშირი ჰქონდათ საეკლესიო მწერლობასთან და მათ შორისაც შედარებით უფრო გამორჩეულებს მცირე განხილვას მიუძღვნით. კალისტეს შემდეგ ჩვენ უნდა ვახსენოთ პაპი პონტიანუსი, რომელიც პაპობდა 230-235 წლებში და მომდევნო იყო ცნობილი პაპისა ურბანოსისა. ურბანოსის პაპობის გამგრძელებელი გახლავთ პონტიანუსი, მისი მოსაყდრე. ურბანოსი კი პაპობდა 222-230 წლებში. და აი ამ სწორედ ურბანოსის შემდეგ ნეტარი იერონიმეს მიხედვით, კერძოდ ეს ცნობა მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია 33 ეპისტოლეში მეხუთე ქვეთავში, იერონიმეს მიხედვით პონტიანუსმა უკვე თავისი პაპობის დროს, ესე იგი 230 წლის შემდეგ, კერძოდ ეს გახლავთ უფრო მყარი თარიღი 231-232 წლებში, მაშინ იყო ეს რომის სინოდი, მოიწონა ორიგენეს ექსკომუნიკაცია, ორიგენეს ფაქტობრივი განკვეთა. ალბათ ეს უფრო 232 წლად უნდა ვიგულვოთ, იმიტომ რომ ამ წელს, როდესაც ალექსანდრიაში აღესრულა დემეტრიუს ალექსანდრიელი, რომელმაც ორიგენეს მღვდლობა არ შეიწყნარა, ჩვენ ამაზე თავის დროზე განხილვა ჰქონდა, რადგანაც ორიგენეს სიჭაბუკეში მძიმე ცოდვა ჰქონდა ჩადენილი და მისი მღვდლობა უთლად კურთხევა არ შეიძლებოდა საეკლესიო კანონიკით, მან თვით კასტრაცია, დასაჭურისება მოახდინა თავისა ორიგენემ, მაგრამ როდესაც დემეტრიანუსი აღესრულა 232 წელს და მისი შემცვლელი მომდევნო ეპისკოპოსი ალექსანდრიისა გახდა ჰერაკლასი, რომელიც თავის დროზე ორიგენეს ერთგული მოწაფე იყო, ამ ჰერაკლასმაც თავისი წინამორბედი ეპისკოპოსის დემეტრიუსის უარყოფითი დამოკიდებულება ორიგენესადმი და ორიგენეს მღვდლობის განკვეთა, ესე მღვდლობის არ მიღება შეიწყნარა და ისიც დაუპირისპირდა ორიგენეს. აი ამ წლისთვის უკვე ორიგენეს ექსკომუნიკაცია, მისი ფაქტობრივად განკვეთა შედარებით უფრო დამტკიცებული ჩანს. და ამიტომ თუ ანალოგიური ქმედება რომის პაპმაც განახორციელა, საფიქრებელია, რომ ეს ქმედება რომის პაპისა ემთხვეოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ქმედებას და ალბათ ერთობლივი და ურთიერთშეთანხმებული ქმედებაც გახდათ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ აქ საუბარია რომის სინოდზე, რომელიც 232 წელს გაიმართა და სწორედ ამ წელს უნდა მოეხდინა და მოეწონებინა ეს ფაქტიურად მისგანვე აღსრულებაცა ორიგენეს ექსკომუნიკაციისა. ეს ექსკომუნიკაცია, როგორც აღნიშნეთ, პირველმა გამოაცხადა დემეტრიუს ალექსანდრიელმა. არაა გამორიცხული ვიფიქროთ, რომ დემეტრიუსმა თავისი ეს გადაწყვეტილება ორიგენეს ექსკომუნიკაციის შესახებ წერილობით შეატყობინა რომის პაპს და შემდეგ რომის პაპმაც საპასუხოდ თავისი მხარდამჭერი პოზიცია მისი ქმედებისადმი ორიგენეს ექსკომუნიკაციისადმი ასევე წერილობით აუწყა დემეტრიუსს. როგორც ჩანს, ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ დემეტრიუსმა ორიგენესთან დაკავშირებული კონფლიქტის დროს სხვადასხვა წყაროების მიხედვით, როგორც ცნობილია, წერილი გაუგზავნა პონტიანუსს. აი ეს წერილის გაგზავნა დემეტრიუსსა პონტიანუსისადმი ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ სწორედ იმ მხარდაჭერის საძიებელ ქმედებად დემეტრიუსის მხრიდან და ეს მოძიება მხარდაჭერის ალბათ აუცილებელიც იყო, რადგანაც ორიგენეს უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა, რაზეც თავის დროზე ვრცლად ვიმსჯელეთ და რომის პაპის მხარდაჭერა ამ მხრივ მნიშვნელოვანი შეწევნა იქნებოდა მისთვის და ეს ეპისტოლე აუცილებლად გამოიწვევდა საპასუხო ეპისტოლეს რომის პაპისას მისდამი დემეტრიუსისადმი და ალბათ წერილობითი ფორმით, რადგანაც თვით დემეტრიუსის გაგზავნილი შეტყობინება რომის პაპისადმი წერილობითი სახისა იყო, წერილი იყო, როგორც ამაზე ჩვენ სედმიწევნის ზუსტად გვაუწყებს ევსები კესარიელი თავის საეკლესიო ისტორიაში
ისევე როგორც იერონიმე თავის ნაშრომში ბრწყინვალე კაცთა შესახებ. და რამდენადაც ეს მომენტი მკვლევართაგან გაზიარებულია, რომ რომის პაპმა პონტიანუსმა წერილობით გაუგზავნა საპასუხო ეპისტოლე და თავისი მხარდამჭერი პოზიცია წერილობით შეატყობინა დემეტრიუს, აი ეს მხარე იძლევა უფლებას იმისას, რომ პონტიანუსიც საეკლესიო მწერლობას დაუკავშიროთ. პონტიანუსის შემდეგ უნდა ვახსენოთ რომის პაპი ფაბიანუსი, უშუალოდ მომდევნო პონტიანუსისა და ეს სამი პაპი, რომლებიც ჩვენ ახლა ვახსენეთ, კალისტე, პონტიანუსი და ფაბიანუსი, კვლავაც იმ ადრეგანხილული პაპების რიგში დგებიან იმ კუთხით, რომ თუმცა უკავშირდებოდნენ საეკლესიო მწერლობას, მაგრამ კონკრეტული მათი ნაშრომი ჩვენამდე მოღწეული არ გახლავთ. აი ეს ბოლოც, რომელიც ახლა ვახსენეთ, ფაბიანუსი 236-250 წლების საკმაოდ მოცულობითი პერიოდის პაპის მოღვაწეობა, თუმცა წერილობით ფორმას ხშირ შემთხვევაში იძენდა, მაგრამ ეს ნაწერები ჩვენამდე არ მოღწეულა. მხოლოდ ვიცით, რომ წმინდა კვიპრიანე კართაგენელი, რომელსაც ჩვენ ალბათ ერთი ან ორი შეხვედრის შემდეგ შევეხებით და რომლის მოღვაწეობასაც მაშინ განვიხილავთ, აი ამ წმინდა კვიპრიანეს უწყებით, კერძოდ ეს უწყება მოცემულია მის 59 ეპისტოლეში და კერძოდ მე-10 ქვეთავში ამ ეპისტოლისა, ფაბიანუსმა, იმ პაპმა, ესე იგი, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, წერილობითი დასტური მისცა ეპისკოპოს პრივატუსის დაგმობას ნუმიდიის სინოდის მიერ. ნუმიდიის სინოდმა დაჰკმო ეპისკოპოს პრივატუსი და ამას წერილობითი დასტურით დაეთანხმა რომის პაპი ფაბიანუსი, რის გამოც აი ამ ნიშანდებით ჩვენ ფაბიანუსსაც უკავშირებთ საეკლესიო მწერლობას. შედარებით უფრო მეტი ცნობები გვაქვს პაპი კორნელის შესახებ, რომელიც მოღვაწეობდა მართალია მცირე დროს 251-253 წლებში, ესე იგი ხანმოკლე პაპობა ჰქონდა, მაგრამ ეს პაპობა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კონკრეტულად პენიტენციალური დისციპლინის განსაზღვრის მხრივ. პენიტენციალური დისციპლინა გულისხმობს განჩინებას, წესგანგებას სინანულის საიდუმლოსთან დაკავშირებით, სინანულის და შენანების ღვაწლი ადამიანისგან, რა საზღვრებს შეიცავს და რა არის ნაყოფი მისი. ეს განსაზღვრებანი ისტორიულმა აუცილებლობამ განაპირობა, რადგანაც სწორედ კორნელის პერიოდს დაემთხვა, შემდეგაც გაგრძელდა და კორნელის პერიოდსაც დაემთხვა, ერთ-ერთი ამ პერიოდის გავლენიანი და განათლებული მოღვაწის, ნოვატიანუსის სქიზმის წარმოშობა და გავრცობა. და ამ სქიზმის ერთ-ერთი პირველ დამგმობ მამხილებელი სწორედ კორნელი გახდათ. ნოვატიანუსი არსებითად სინანულის საიდუმლოს დოგმატს არღვევდა, აუკუღმართებდა და პაპმა კორნელიმ მისი ეს გაუკუღმართებანი მკაცრად დაგმო. ამიტომ ვამბობთ, რომ პაპი კორნელის მოღვაწეობა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პენიტენციალური დისციპლინის განსაზღვრისა და ნოვატიანუსის სქიზმის მხილება დამხობის ასპექტით. და მისი ეპისტოლეების უმრავლესობა სწორედ ამ ორ საკითხს ეხება. პაპი კორნელისა. ეპისტოლეთა გარკვეული ნაწილი ჩვენამდე მოღწეული გახლავთ. კერძოდ მას 7 ეპისტოლე ჰქონდა გაგზავნილი კვიპრიანე კართაგენელისადმი და აი ამ 7 ეპისტოლედან ჩვენამდე 2-მა მოაღწია. ორივე მათგანი თვით კვიპრიანე კართაგენელის ეპისტოლეთა კოლექციაშია დაცული 59 და 50 ნომრებად. პირველ მათგანში, ესე იგი 59 ეპისტოლეში, კორნელი ატყობინებს კვიპრიანეს ნოვატიანუსისგან შეცდენილ რომაელ აღმსარებელთა საზეიმოდ უკან დაბრუნების შესახებ, უკან დედა ეკლესიაში დაბრუნების შესახებ. და აი ამ აღმსარებელთა სიტყვები თვით კორნელის მიერ თავის ეპისტოლეში კვიპრიანესადმი ასია ციტირებული. ჩვენ ვიცით, რომ კორნელი არის წმინდა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, გამორჩეული ყოვლის მპყრობელი ღვთის და ჩვენი უფლის ქრისტეს მიერ. ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ცდომილებას, ამას კვლავ აღნიშნავთ ის პირები ამბობენ, რომლებიც უკან დაბრუნდნენ ნოვატიანელთა სქიზმიდან. ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ცდომილებას, ჩვენ აღმოჩნდით მსხვერპლი სიყალბისა, მიუხედავად იმისა, რომ ზიარებაში ვიყავით ისეთ ადამიანთან, რომელიც იყო სქიზმატიკოსი და მწვალებელი, აქ იგულისხმება ნოვატიანუსი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელსაც ჩვენ მერე
განვიხილავთ დეტალურად რომლის მოღვაწეობასაც, რომელიც იყო სქიზმატიკოსი და მწვალებელი, მაინც ჩვენი გული ყოველთვის ეკლესიაში იყო. სხვათა შორის ეს ძალიან შთამბეჭდავი სიტყვებია, ეჭვი არ გვეპარება, რომ სხვადასხვა ეპოქაში და დღესაც, როდესაც ეკლესიიდან განდგომილთა გარკვეული ნაწილი არსებობს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ასევე სიყალბეში მყოფნი, თუ ოდესმე ამ სიყალბისგან თავის დაღწევას მოახერხებენ და ხიბლისგან გამოერკვევიან, ანალოგიურ სიტყვებს იტყვიან, რომ მიუხედავად ერესში ყოფნისა, მათი გული ყოველთვის დედა ეკლესიაში იყო. მაგრამ თვით ეს მოღვაწეები შემდგომ განაგრძობენ. ამრიგად არ ვართ უმეცარნი იმისა, რომ ჰგიეს ერთი მხოლო ღმერთი, ერთი მხოლო ქრისტე, უფალი, რომელიც აღიარებულია ჩვენგან და ერთი მხოლო სულიწმინდა და რომ კათოლიკე ეკლესიაში მხოლოდ ერთი ეპისკოპოსია. აქ იგულისხმება კათოლიკე ეკლესიის ყოველ ეპარქიაში, რომ ყოველთვის ერთი ეპისკოპოსია და ეპარქიას არ შეიძლება ორი ეპისკოპოსი ჰყავდეს. ეს რაც შეეხება პირველ ეპისტოლეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეს ციტატაა კორნელისგან მოტანილი, იმ პირთაგან წარმოთქმული ეს სიტყვები, რომლებიც ნოვატიანელთა სქიზმიდან დედა ეკლესიაში დაბრუნდნენ. რაც შეეხება მეორე ეპისტოლეს ჩვენამდე მოღწეულს იმ ზემოხსენებული 7 ეპისტოლიდან, რაც კორნელიმ გაუგზავნა კვიპრიანე კართაგენელს, აი ეს მეორე ეპისტოლე მიზნად ისახავს საკუთრივ კვიპრიანეს გაფრთხილებას ნოვატიანუსისგან აფრიკაში გაგზავნილი თანაშემწეების შესახებ და მასაც თავისი ისტორიული მნიშვნელობა და ღირებულება აქვს ამ მეორე ეპისტოლესაც. გარდა ამ 7 ეპისტოლისა, რაც ჩვენ ვახსენეთ, ევსები კესარიელისთვის მაგალითად მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში ცნობილი იყო კორნელის კიდევ 3 ეპისტოლე ფაბიოს ანტიოქიელისადმი, რომლებიც ესე იგი ეს 3 ეპისტოლე ასევე ეხებოდა ნოვატიანუსის სქიზმას და ერესს. მესამე მათგანში, რომლისგანაც ევსების სხვათა შორის ვრცელი ციტატა მოაქვს, ძალიან საყურადღებო ციტატა და რაც უკვე ზემოთ დავიმოწმეთ, კორნელი მოკლედ აღწერს ნოვატიანუსის ცხოვრებასა და თვისებებს და ანტიოქიის ეპისკოპოსს მოუწოდებს, რომ ამ სქიზმატიკოს ერეტიკოს არ შეაგებოს თავისი კეთილგანწყობა, რისკენაც, როგორც ჩანს, ესე იგი ამ კეთილგანწყობითი შეგებებისკენ, როგორც ჩანს, მიდრეკილი იყო ფაბიანე. კორნელი პაპი, როგორც ჩანს, ეპისტოლარული მოღვაწეობით საკმაოდ დაკავებული იყო, იმიტომ რომ გარდა ზემოხსენებული ეპისტოლეებისა, მას ეპისტოლე გაუგზავნია სახელგანთქმული წმინდა დიონისე ალექსანდრიელისადმი, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით თავის დროზე, გახსოვთ ალბათ, ისევე როგორც არ შემორჩენილა იმავე კორნელი პაპის ცირკულარული, ანუ ძველ ქართულად თუ ვიტყვით, მრგულიად მოსავლელი, ანუ საყოველთაო იგივე კათოლიკე ეპისტოლე, არა ესე იგი კონკრეტულად რომელიმე ადრესატისადმი, არამედ ყველა ქრისტიანისადმი ეპისტოლე, განდგომილთა, ანუ აპოსტატთა შესახებ, რაც ასევე დაკარგულია. ასე რომ ჩვენამდე თუ შევაჯამებთ აქ გადმოცემულ ინფორმაციას, მოღწეულია პაპი კორნელის 2 ეპისტოლე და ვრცელი ციტატა ერთ-ერთი ეპისტოლიდან ფაბიოს ანტიოქიელისადმი, იგივე ფაბიანე ანტიოქიელისადმი. შემდგომ ჩვენ უნდა შევეხოთ უშუალოდ კორნელის მომდევნო პაპს ლუკიუსს, რომელიც კიდევ უფრო მცირე ხნით პაპობდა 254 წლებში იყო იგი პაპი და მის შესახებ გვაქვს უთხოვარი მოწმობა, თუმცა ეს მოწმობა ერთადერთია, წმინდა კვიპრიანე კართაგენელისგან მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ პაპმა ლუკიუსმა ეპისტოლეებით მიმართა საკუთრივ მას, ესე იგი კვიპრიანე კართაგენელს, განდგომილთა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ესე იგი როგორც თქვით, სხვა რა მონაცემი ლუკიუსის ეპისტოლეთა შესახებ ჩვენ არ მოგვეპოვება, მხოლოდ ეს ერთი ინფორმაცია და ამასაც აღნიშნავთ, ამ მხარესაც გავხაზავთ. შევეხებით კიდევ ერთ პაპს, სტეფანეს წმინდანს, სახელგანთქმულ მოღვაწეს, რომელიც კორნელის მსგავსად 3 წელიწად ნახევარი პაპობდა 254-257 წლები, რომელმაც 2 წერილი დაწერა კონკრეტულ საკითხზე, ერეტიკოსთაგან აღსრულებული ნათლობის თაობაზე
ეს პრობლემა, ბაპტიზმალური პრობლემა, ნათლობის საკითხთან დაკავშირებული პრობლემა უაღრესად აქტუალური იყო იმ დროისთვის, შემდგომშიც, მაგრამ იმ დროს განსაკუთრებით და წმინდა სტეფანე პაპი ამ პრობლემას ეხმაურება ორ წერილს წერს აღნიშნულ საკითხზე, რომელთაგან პირველი ეპისტოლე მიმართულია მცირე აზიის ეკლესიისადმი და მასში იგი განკვეთით ემუქრება კილიკიის, კაბადოკიის, გალატიისა და მომიჯნავე რეგიონების ეპისკოპოსებს, რომლებიც დაუკვირდეთ ძალიან გთხოვთ, ხელახლა ნათლავდნენ ერეტიკოსთაგან მონათლულებს. ესაა ერთ-ერთი უარსებითესი საკითხი, ჩვენ თავის დროზე ეს განგვიხილავს, რომ ეკლესიაში ერესიდან უკანმოქცეული პიროვნება აუცილებლად სამღვდელოსგან, ეპისკოპოსისგან დიდ დაკვირვებას და შესწავლას მოითხოვს, განსაკუთრებით ნათლობის მხრივ. უნდა მოინათლოს იგი თავიდან, თუ არ უნდა მოინათლოს იგი თავიდან. ეს გაირკვევა შესაბამისად იმისა, თუ რომელი ერესისგან და ზოგჯერ ესეც არ გმარა, რომელი ერესის, რომელი სახეობისგან არის იგი უკუქცეული დედა ეკლესიისკენ, ესე უკან მობრუნებული დედა ეკლესიისკენ. ანდა თვით მისი მეხსიერებით თუ არის შესაძლებელი გარკვევა იმ ნათლობის წესისა, რაც მასზე აღსრულდა, აი ამის საფუძველზე უნდა იქნეს გამოტანილი დასკვნა, მოინათლოს თუ არა იგი ხელმეორედ. როდესაც პიროვნება წესისამებრ ინათლება, ესე იგი კანონიკა ნათლობისა იგივეობრივია მართლმადიდებლურ ნათლობასთან, ასეთი მართლმადიდებლური, ანუ კანონიკური წესით მონათლული პიროვნება, თუნდაც რომ ერესტიკულ სექტაში იყოს ასეთი სახით მონათლული, ეკლესიაში მოსვლისას ხელმეორედ არანაირად არ ინათლება. მეორე ნათლობად შეერაცხება მას, ღვთელმა რომ ხელმეორედ მონათლოს ის, ხოლო მეორედ ნათლობა უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს და როგორც ეკლესიის მამები განაჩინებენ, ის ვინც მეორედ მოინათლავს თავს, ანდა ის ვინც მეორედ მონათლავს სხვას, მეორედ ჯვარს აწმევს მაცხოვარს. რადგან ერთგზისია ჯვარცმა, ერთგზისია ნათლობაც. იმიტომ რომ ნათლობა სხვა არაფერია, თუ არა მორწმუნე ქრისტიანის თანაჯვარცმა მაცხოვართან ერთად, მასთან თანადასაფლავება, ანუ თანადაფლობა და მასთან თანააღდგომა. და იმ პერიოდში ერეტიკოსთაგან ეკლესიაში მობრუნებულებს განურჩევლად ნათლავდა ბევრი და მათ შორის, თუ ვიტყვით პირდაპირ, თვით წმინდა გვიბრიანე კართაგენელიც. იმიტომ რომ არ იყო ერთი გარკვეულობა. ამ კუთხით საკმაო პაექრობა წარმოიქმნა რომის პაპსა და გვიბრიანე კართაგენელს შორის და როგორც ჩანს, მაპროვოცირებელი რომის პაპისთვის აღნიშნული წერილების დაწერისა რებაპტიზაციის საწინააღმდეგოდ, ანუ ხელახალი მონათვლის საწინააღმდეგოდ, გვიბრიანე კართაგენელის პოზიციითაც იყო ნაკარნახევი. და ამ ეპისტოლეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საეკლესიო კანონიკის სამართლებრივი ნორმის დადგენის და ლიტურგიკული წესგანგების ისტორიის თვალსაზრისით, რადგანაც სწორედ პაპი სტეფანეს პოზიცია დამკვიდრდა დოგმატად, მაშინაც დოგმატი იყო, მაგრამ უკვე წერილობით და საყოველთაოდ აღიარებული, იგი ხდება მაინც მესამე საუკუნის შემდეგ და დიდი სჯულის კანონი ნათლად სწამებს, რომ შესწავლილი უნდა იქნეს პიროვნების წარსული მდგომარეობა, თუ რომელი ერესიდან მოდის, რა სახით არის მონათლული, ხოლო განუსჯელად ყველა მათგანის ხელმეორედ ნათლობა აკრძალულია. ესაა პირველი წერილი, როგორც აღნიშნეთ, წმინდა სტეფანესი. ხოლო მისი მეორე წერილი გაგზავნილია საკუთრივ კვიპრიანესადმი 256 წლის მიწურულს და მასში კვლავაც იგივე საკითხია განხილული. ესე იგი რებაპტიზაციის, ანუ ხელახალი ნათლობის საკითხი და იგივე საკითხია განხილული ზემოაღნიშნული მიზეზის გამო. როგორც თქვით, აფრიკული იერარქია კვიპრიანეს წინამძღვრობით ძალადაკარგულად თვლიდა ერეტიკოსთაგან აღსრულებულ საიდუმლოს, რა სახისაც და რა მართებული ფორმისაც არ უნდა ყოფილიყო წესგანგებითად ეს პროცედურა, ნათლობის აღსრულების პროცედურა. ერეტიკოსთაგან მონათლულს ყველას მოუნათლავად მიიჩნევდა კვიპრიანე და ხელმეორედ ნათლავდა უკლებლივ ყველას და მოითხოვდა ნათლობის განმეორებას. წმინდა სტეფანე უკუაგდებს ამგვარ მოქმედებას უაღრესი შემართებით და სარწმუნოების საწინააღმდეგო ცდომილებად რაცხს მას, ხოლო კვიპრიანეს, რომელიც ადრესატია სტეფანეს ხსენებული ეპისტოლისა, მისგან მოაქვს ერთი ციტატა, რამაც განსაკუთრებით განარისხა კართაგენის ეპისკოპოსი. განარისხა, იმიტომ რომ კართაგენის ეპისკოპოსს სტეფანემ დააბრალა
ნოვაციის, ანუ სიახლის შემოტანა, რომ განურჩეველი მონათლა ყველასი ხელმეორე ერესიდან მოსულებისა სიახლეა და არ ეთანხმება საეკლესიო ტრადიციას. აი ამას უსვამს ხაზს სტეფანე და ეს იყო უდიდესი შეურაცხყოფა კვიპრიანესთვის, რომელიც თვლიდა, რომ ყველა მისი მოქმედება სამოციქულო წარმომავლობისაა. თვით კვიპრიანესგან ციტირებული სიტყვები სტეფანეს ეპისტოლიდან და ეს ციტატა შესაბამისად შემონახულია, რაც შემდეგ მისი მრისხანების საგანი ხდება, ეს ციტატა ასეთია. ესე იგი, ამ სიტყვების ავტორი ამ შემთხვევაში არის წმინდა სტეფანე და ეუბნება ამას არაპირდაპირ კვიპრიანეს. სტეფანე ამბობს, თუ ვინმე მოვა ჩვენთან, რა გინდა რა მწვალებლობიდან, ნუ იქნება ნამოქმედები მათზე რაიმე სიახლე. აი სიახლეზეა ხაზგასმა და ის არაპირდაპირ გულისხმობს, რომ აი ამ სიახლეს მოქმედებს კვიპრიანე კართაგენელი. ნუ იქნება ნამოქმედები მათზე რაიმე სიახლე, რაც გადმოცემული არ არის, არამედ ხელნი დაასხან მას, რათა შეინანოს, მართლაც თვით ერეტიკოსებიც კი არ ნათლავენ საკუთარი წესის მიხედვით იმ პირებს, რომლებიც ერთი სექტიდან მეორეში გადავიდნენ, არამედ უბრალოდ იღებენ მათ თავიანთ საზოგადოებაში. აი ამ ციტატიდან, როგორც აღნიშნეთ, დაპირისპირების საფუძველი და გაღიზიანების საფუძველი კვიპრიანესთვის ხდება სტეფანეს სიტყვები. ნუ იქნება ნამოქმედები მათზე, ესე იგი ერესიდან მოსულებზე, რაიმე სიახლე, რაც გადმოცემული არ არის. ამ ფრაზით სტეფანეს ცხადია, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, უნდა და ეთქვა, რომ არ არის საჭირო რაიმე ახლის შემოტანა, არამედ ტრადიციას უნდა მივყვეთ. და ეკლესიაში მოსულ მწვალებელთა ხელახლა მონათლა სტეფანეს რწმენით სიახლეა, ინოვაციაა და არა ადრინდელი ტრადიცია. ამის გამო წმინდა კვიპრიანემ გაკიცხა პაპი, რომელმაც იგი სიახლის შემომტანად, ანუ ინოვატორად წარმოაჩინა და შემდეგი საპასუხო სიტყვები გაუგზავნა რომის პაპს. აი ახლა ამ შემთხვევაში კვიპრიანეს სიტყვების ციტატას მოვიტანთ. სტეფანე კრძალავს, რომ მწვალებლობიდან მოსულები ისევ მოინათლონ ეკლესიაში. გამოდის, მან ჩათვალა, რომ ყველა ერეტიკოსისგან შესრულებული ნათლობა მართებულია და კანონიკური. აქ ყველა ერეტიკოსისგან, რაც კვიპრიანესთან წერი, ალბათ არ არის შესაბამისი ნამდვილის, იმიტომ რომ პაპი სტეფანე ყველა ერესისგან მონათლულის უნათლელობას კი არ მოითხოვდა, არამედ განასხვავებდა ერესებს და იმ ერესიდან მოსული, სადაც ნათლობა ფორმალურად მართებულად შესრულდა, აი ამგვარი ნათლობის განმეორებას არ უშვებდა იგი და გრძალავდა და არა საზოგადოდ ყველა ერესიდან მოსულებისას. მაგრამ კვიპრიანესთან ასეა, რომ თითქოს მან ყველა ერეტიკოსისგან შესრულებული ნათლობის მართებულობა დაუშვაო თითქოს. შემდეგ განაგრძობს კვიპრიანე. მან განაჩინა, რომ ნუ იქნება ნამოქმედები რაიმე სიახლე, რაც გადმოცემული არ არის. ისე თითქოს სიახლის შემომტანი იყო ის, ვინც ერთიანობის დაცვის მიზნით აღიარებდა და აღიარებს ერთადერთ ეკლესიას და ერთადერთ ნათლისღებას, ან კიდევ ისე თითქოს სიახლის შემომტანი არ იყოს, აშკარად სწორედ ის, და ამ შემთხვევაში კვიპრიანე სტეფანეს გულისხმობს, რომ მე კი არ ვარო სიახლის შემომტანიო და პირველ ნაწილში გულისხმობდა თავის, არამედ სიახლის შემომტანი არ იყოს ის, ვინც ივიწყებს რა ერთობას, მიმღები ხდება წარმართული შთაფლვის გადამდების სენისა. ესე იგი, ყველა ერეტიკული ნათლობა კვიპრიანესთვის იგივე წარმართული ნათლობაა და სნეულებითი ნათლობა, სნეულების მომტანი და მისი მითითებით თითქოს სწორედ ამას აკანონებს წმინდა სტეფანე. არავინ იყოს სიახლის მოქმედი, რაც გადმოცემული არ არისო, ამბობს იგი. საიდან მოდის ეს გადმოცემა? ასეთია კითხვა ბოლოში დასმული კვიპრიანე კართაგენელისა. და აქ ჩვენ რაც ახლა პასუხი მოვიტანეთ, ცხადია, რომ რომის პაპი სტეფანე, ესე იგი, ზემორე ეპისტოლეში გამოთქვამდა არა თავის პირად შეხედულებას, არამედ მისივე მითითებით იცავდა რომაული ეკლესიის წინარე ტრადიციას. სწორედ ამიტომ აფრთხილებს იგი კვიპრიანეს, რომ არ გახდეს ეს უკანასკნელი, ესე იგი კვიპრიანეს ცვლილების შემომტანი. სხვათა შორის ევსები კესარიელსაც ასევე აქვს აღქმული სტეფანეს ეპისტოლე, რადგან იგი შემდეგნაირად მოგვითხრობს ხსენებული ინციდენტის შესახებ თავის საეკლესიო ისტორიაში და მოვიტანთ ახლა ციტატა საეკლესიო ისტორიიდან. ამ დროის პირველი კაცთაგანი კვიპრიანე, კართაგენის ქრისტიანთა მწყემსი, მიიჩნევდა, რომ გვმართებდა მხოლოდ იმათი მიღება, რომლებიც უწინარესად განწმენდილი იქნენ ცდომილებისგან ემბაზის გზით. მაგრამ სტეფანე, რომელიც თვლიდა, რომ არ შეიძლებოდა სიახლის შემოტანა ტრადიციის საპირისპიროდ, თავიდანვე შემართებით და მგზნებარედ შეეწინააღმდეგა მას.
ესა ევსები კესარიელის სიტყვების ციტატა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიას შესაბამისად დასაბამიდანვე ჰქონდა ჩვეულება, რომ ეკლესიაში მობრუნებული მწვალებლების გარკვეული ნაწილი გადანათლვის გარეშე მიეღო. და ეს უარესად საყურადღებოა. ზემოთქმულს დაუმატებ ჩვენ, რომ ევსების იმავე ნაშრომის თანახმად, იმ საეკლესიო ისტორიის თანახმად, სტეფანეს ეპისტოლეები გაუგზავნია აგრეთვე სირიისა და არაბეთის ქრისტიანებისადმი. ამას ადასტურებს ევსების მიერ მოტანილი ციტატაც წმინდა დიონისე ალექსანდრიელის ეპისტოლიდან, სადაც დიონისე ასე მიმართავს სტეფანეს: სრულიად სირიასა და არაბეთს თქვენ გამუდმებით შეეწეოდით და მათ ახლახანს მისწერეთ კიდეც. აი ეს რაც შეიძლება ითქვას წმინდა სტეფანის შესახებ, რომელიც მარტვილურად აღესრულა, მარტვილური ხვედრი დაითმინა, ისე როგორც წმინდა კიპრიანე კართაგენელმა და ჩვენ დროებით აქ შევწყვეტთ ჩვენს განხილვას რომის პაპთა სამწერლობო მოღვაწეობასთან დაკავშირებით.